თუ ჩვენი გზები გადაიკვეთება პირველივე რაუნდში ყბას მოვდეხ. ასე მიმართა UFC-ს ქართულმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ არმან ცარუკიანს. თოფურიამ არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში ცარუკიანთან დაპირისპირებაზე ისაუბრა და თქვა, რომ სომეხი მებრძოლი მისი დონის არ არის. იარე ჭიდაობის ტურნირებზე გააკეთე შენი სტრიმები და როცა დრომავა უბრალოდ გალიამდე მიაღწიე. დანარჩენს მე გავაკეთებ. მიმართავს ქართველი ჩემპიონი ცარუკიანს. ორი ვერცხლის медаლი ბერძნულ-რომაულ სტილში ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე. ვიცე-ჩემპიონები რამაზ ზოიძე და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ვახტანგ ლოლუა გახდნენ. ევროპის ჩემპიონატის ფინალში ხვალ იური ლომიძე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს. ბრინჯაოს მოპოვებას კი დიეგო ჩხიკვაძე და გელა ბოლქვაძე შეეცდებიან. ზურიკო დავითაშვილი გასახდელის ერთ-ერთი ლიდერია. ამის შესახებ სენტეტიანის მთავარ მამწვრთნელმა ისაუბრა. ფილიპ მონტანიეს თქმით, დავითაშვილს მრავალფეროვანი სათამაშო სტილი აქვს, რომელსაც უამრავი პლუსი აქვს. მონაწილეობს ყველა შეტევაში და გუნდს დაცვაშიც ეხმარება. ბოლო პერიოდში ის გასახდელის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა, ამბობს მწვრთნელი. სანდრო მამუკელაშვილის პირველი ორმაგი დუბლია NBA-ის პლეი-ოფში. საქართველოს ნაკრებისა და ტორონტო რეპტორსის ფორვარდმა კლივლენდთან მატჩში 12 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მიუხედავად ქართველი კალათბურთელის კარგი თამაშისა, კანადური კლუბი მეტოქესთან კიდევ ერთხელ დამარცხდა და სერიაში 2 მარცხით ჩამორჩა. გუნდებს შორის მესამე მატჩი 24 აპრილს გაიმართება. სერია 4 გამარჯვებამდე გაგრძელდება.